for us it's not necessarily ჩვენთვის ეს მხოლოდ წარსულს არ ეხება, ეს არის წარსულის გახსენება და ცხოვრება აწმყოში. ძალა, რომელიც ახლა ბელარუსის სათავეშია, ძველი საბჭოთა რეჟიმის ნაირსახეობაა. უფრო ფართო საზოგადოებისთვის ისტორიას გამეორება ახასიათებს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ იგივე შეცდომები არ დაუშვათ. სწორედ ამისთვისაა მეხსიერება, სწავლისთვის. იდეა, რომ ისტორია არ დასრულებულა არის მიზეზი, რის გამოც ადამიანები აქ შეიკრიბნენ. ვაშინგტონში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მე-19-ად მიაგეს. ისტორიკოსების დათვლით, მხოლოდ მე-20 საუკუნეში კომუნისტურ რეჟიმებს 100 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღონისძიებას 50-ზე მეტი დიპლომატი და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს ამერიკაში 1922 წლიდან მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციამ, ქართულმა ასოციაციამ წარადგინა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, როგორც როგორც ქართული ასოციაციისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ დღეს აქ ვართ და მივაგებთ პატივს კომუნიზმის მსხვერპლებს. მოგეხსენებათ ჩვენი დამფუძნებლები თვითონ წამოვიდნენ ამერიკაში სხვადასხვა გზებით, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა დაიპყრო საქართველო და დღეს მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რამხელა ზიანი შეიძლება მიაყენოს კომუნისტურმა ტოტალიტარულმა მმართველობამ სახელმწიფოს და ძირი გამოუთხაროს და დაანგრიოს, ასე ვთქვათ, საზოგადოების ერთობა, ერთიანობა, მოიტანოს უნდობლობა და ამის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ასე აღარ მოხდეს. ეს ტრავმა, რომელიც როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე ერის დონეზე განვიცადეთ, ეს არასოდეს არც გამოგვიკვლევია, არც გაგვიაზრებია. დღესაც სამწუხაროდ ამის გამოკვლევა ბოლომდე არ ხდება და არ დავდეთ შედეგები ამ პროცესების, არ ვაღიარეთ ჩვენი ბრალი, არ ვაღიარეთ ის ზიანი, რომელიც მიადგა როგორც ინდივიდებს, ასევე ოჯახებს, ასევე საზოგადოებას ჯამში და ეს არის რაც ჩვენთვის უკან დამხევი არის. წინ რომ წავიდეთ, ეს ტრავმა უნდა გადავხარშოთ, ვიპოვოთ გამოსავალი და რაღაცა პოზიტიური კუთხით გაუშვათ ეს ენერგია და არა ვთქვათ იმ ნეგატივში, რაც სამწუხაროდ ხდება. საქართველოს გამოცდილება რეპრესიებზე, ტერორსა და აიძულებაზე დაფუძნებული საბჭოთა სისტემის მხოლოდ ერთი ნაწილია. უკრაინაში დღეს ეს ისტორია რუსეთის მიერ წარმოებულ ომში თამაშდება. ომში, რომელიც საბჭოთა კავშირის კოლაფსის შესახებ კრემლის ხედვით არის შთაგონებული, რასაც ვლადიმირ პუტინმა მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. Крушение Советского Союза было крупнейшей геополитической катастрофой века. კომუნისტური რეჟიმის არსი, ავტორიტარული მმართველობა, ეროვნული იდენტობის, ეროვნული ისტორიის, ენის უარყოფა იყო და სწორედ ამისთვის იბრძვის ახლა უკრაინა. აღიდგინოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და არსებობის უფლება, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა საკუთარი ისტორიითა და კულტურით. რესპუბლიკელი კონგრესმენი, უკრაინელი და ქართველი ხალხის მიერ საერთო ღირებულებებისთვის ბრძოლას უსვამს ხაზს. აქ გვაქვს მონუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს იმ ადამიანების წარმატებას, ვინც კომუნიზმს წინააღმდეგობა გაუწიეს და ახლა თავისუფლება აქვთ. რა თქმა უნდა, ეს ძეგლი გამოხატავს ჩვენს მადლიერებას უკრაინელი ხალხის მიმართ იმისთვის, რომ არ დანებდნენ. ჩვენ უზომოდ მადლიერი ვართ ქართველი ხალხის. მათ მტკიცედ სწამთ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და რომ ქვეყანას დიქტატორები არ უნდა მართავდნენ. ჩვენ ასევე გვახსოვს რუსი ხალხი და იმედი გვაქვს, რომ ერთ დღეს თავისუფლება მათთვისაც მოვა. ამერიკელი ხალხი ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინს უპირისპირდება და არა რუს ხალხს. ასე რომ უკრაინა გაიმარჯვებს ომის დამნაშავე პუტინზე და ასევე ვიხილავთ ქართველი ხალხის გამარჯვებას. რამდენად სწორად არის აღქმული კომუნიზმი და მისი არსი. ეს არის გამოწვევა, რასაც ღონისძიების ორგანიზატორები ხაზს უსვამენ. გასულ წელს ამერიკაში გამოკითხული ახალგაზრდების 62%-მა თქვა, რომ სოციალიზმი ან კომუნიზმი კარგი იდეაა, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის, ამერიკისთვის. ეს ძალიან მაწუხებს. ვცდილობ მათ აუხსნა, რომ კომუნიზმი ეს არის მატერიალისტური ფილოსოფია, აზროვნების წესი, რომელიც არ აღიარებს ადამიანს და მის ფუნდამენტურ უფლებებს. ადამიანებს უბრალოდ ინსტრუმენტებად ან ატომებად და ქიმიურ ელემენტებად განიხილავს, რომლითაც ელიტები მანიპულირებენ. კომუნიზმის შესახებ მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა, რომ ისინი ხელისუფლებაში ძალადობით მოდიან და ძალადობითვე ინარჩუნებენ. არ არსებობს შემთხვევა, როცა კომუნისტებმა სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვეს და ხელისუფლებაში არჩევნების გზით დარჩნენ. ეს არის სასტიკი, ძალადობრივი პროპაგანდის მანქანა.
თითქმის 1,5 მილიარდი ადამიანი ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ვიეტნამში, კუბასა და ლაოსში კვლავ კომუნისტური მმართველობის პირობებში ცხოვრობს. ქართულ შარაშენიძე, საბა გუჯაბიძე, Independence Avenue Media, Washington.